გიო გამარჯობა. გიორგი მეოთხე და ჩვენი წინა ინტერვიუს დროს გამოთქმული მოლოდინი გოლის გატანასთან დაკავშირებით გამართლდა. შეაგდეთ ან 2. გიო, მინდა გთხოვო, რომ გაგვიზიარო ის ემოციები, რაც პირველ გატანილ გოლს ახლდა თან. გამარჯობა. ხო, ბედნიერი ვარ ამ გოლებით. დამნიშნულოვანი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მქონდა პატარა ტრავმა, ჯერ ახალ გუნდში გადმოვედი, თან რაღაცნაირად ადაპტაციის პროცესი იყო და ტრავმა მივიღე და გამიცდა დაახლოებით 2-3 კვირა სანაკრებო შეკრებაც გამოვტოვე და დამნიშნულოვანი იყო. თავდასხმელის როცა ახალ გუნდში მოდიხარ, მე ტრავმას იქნება ბრუნდები, დამნიშნულოვანია შენთვის ფსიქოლოგიურად, თავდაჯერებისთვის, ასევე გუნდისთვის დამნიშნულოვანი იყო რომ დავხმარებოდი და მიხარია რომ მოვახერხე და ბედნიერი ვარ ამით. მადლობა. გიო, ყველაზე ბოლო ამბავიც ბარემ ვთქვათ, აპრილისთვის საუკეთესოობაზე იბრძვით შენ და გიორგი წიტაიშვილი. მაგარი ამბავია. თითოს სხვადასხვა დივაისიდან ჩვენი ხმა ორივეს და თქვენში როგორ იყო ფახმები? ხო, არ გვისაუბრია ჯერ გუშინ ვარჯიშის მერე დავიდო. ეხლა უნდა ნახო, მაგრამ რავი, ძალიან გასახარია ორივესთვის, რა თქმა უნდა, მოხვედრა მანდ და არ გვაქვს ერთმანეთში მით უმეტეს ახლა ჩვენ ის რომ აი ვინ მოიგებს თუ რა და ცოტა იმსახურებს ძალიან კარგი თვექონდა და თუ მოიგებს გამიხარდება მართლა. გიო, მადლობა, წარმატებას გისურვებთ ორივეს მთელი გულით. გოლებს რო დაუბრუნდეთ და მათ ტექნიკურ ნაწილს უშუალოდ მინდვრიდან და შენი თვალსაწიერიდან როგორ შეგიძლია დაახასიათო ერთი და მეორე გოლი? ხო, პირველი გოლი გავდა ჩემს ადრეგენში გატანილ გოლს. როცა ჩაკვეს მაგივრად შევედი, 1-1 იყო 95-ზე და 86-ზე გავიტანე და მოვიგეთ გენტმა ის თამაში 2-1. და ეგ გამახსენდა თამაშის მერე და თვითონ თამაშის მომენტში, არ ვიცი, რაღაცნაირად რო შევდიოდი, მჯეროდა, ძალიან მჯეროდა, ისე დაემთხო თან პირველ ტაიმში მომიწია შესვლა და ძალიან მჯეროდა და მოვიდა ბურთი იქ, სადაც გავიფიქრე, რომ შეიძლება მოსულიყო. მეორე გოლს რაც შეეხება, მეორე გოლიც გონია რომ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ მალე გავუშვით და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფსიქოლოგიურად გუნდისთვისაც ის რომ მალე გაგვეთანაბრებინა და მიხარია რომ ეგ თამაში არ წავაგეთ, კი არ მგონია რომ უნდა მოგვიგო ისეთი თამაში იყო, მაგრამ სამწუხაროდ ბევრჯერ არ გავიმართლა ამ სეზონში. ხო, დასანანი იყო ლეაურთან მართლაც 4 გატანილი გოლი და ფრე. გიო, ჩვენი კომენტატორების აღნიშვნებით უნახე და თუ მოგეწონა? კი, მართლა რამოდენიმეჯერ უყურე და ძალიან გასახარია, როდესაც ადამიანებს შენი გოლი ასე ძალიან უხარია და ასე გამოხატავენ და მადლობა ამისთვის. გიო, მადლობა თქვენ ეგეთი გულიანი და ხარისხიანი თამაშისთვის, მაშინ როცა გუნდს ესე უმძიმს. გიო, უნდა გკითხო, ზოგიერთი ფეხბურთელი გამოხმაურებას კომენტარებს თვალსადევნებს ხოლმე. შენც ხომ არ გინახავს გოლების შემდგომ გამოხმაურება ქართველი ფრანგი გულშემატკივრებისგან როგორი იყო? იცი რა არის, მე დიდი ხნის წინ შევებში კომენტარების კითხვას. იმიტომ რომ სხვათა შორის ცუდის და კარგისაც რა, იმიტომ რომ მგონია რომ კარგი კომენტარიც არ მოქმედებს სწორად. გულისხმობ იმას, რომ შეიძლება კი არა, როგორც ცუდი, ასევე კარგიც გადაჭარბებულია ხოლმე ხშირად. და ეს მგონია რომ არ მოქმედებს ფეხბურთელზე სწორად და კარგად, იმიტომ რომ შეიძლება ზედმეტად და არასწორად მოგადუნოს და არასწორად დაიჯერო ის, რაც სინამდვილეში არ არის და მართლა ამ გადაჭარბებულმა კომენტარმა ტვინზე მიმოქმედებს არასწორად. ამიტომ ვცდილობ რომ კარგის და ცუდის ჩავკეტო, იმიტომ რომ ფეხბურთელზე კარგად არავინ არ იცის ალბათ თამაშის მერე რა დააკლდა, რა დააკლო, რა იყო საკმარისი, რა არ იყო საკმარისი თუ რა იყო კარგი. ამიტომ მირჩევნია ხოლმე საკუთარ თავთან და ძალიან ახლო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ამაზე საუბარი. ამიტომ არ ვკითხულობ. გასაგებია. გიო, 2 მატჩში გუნდმა 5 გოლი გაიტანა, თუმცა ეს ყველაფერი დახურდაუდა მარტო ერთ ქულაში. ცხადია ეს იმედგამოსროებელი იქნებოდა. რა ითქვა გასახდელში ამ მატჩების მერე? ხო, გასვლაზე რომ 4 გოლს გაიტანდა, თამაშს ვერ მოიგებ, მგონია რომ ეს კარგად არ აისახება არც გასახდელზე, არც გუნდზე და არავისზე, არც გულშემატკივრებზე მათ შორის და ამიტომ მგონია რომ გოლ ადგილზე როდესაც ხარ და ორ თამაში 5 გოლს იტან, ეს ქულებზე უკეთ უნდა აისახებოდეს და ხო, დავაკელით ალბათ ყველამ, აქ არც დაცვა, არც მეკარე, არც სხვა ვინმე, ანუ ყველა თელმა გუნდმა რაღაც დავაკელით ალბათ და ამიტომაც ვერ მოვიგეთ. ხშირად ქონდა ეგეთი თამაშები, ჩვენ ბევრი თამაში ვითამაშეთ, სადაც 3 გოლიც გავიტანეთ და ვერ მოვიგეთ თამაშები და ამაზე ალბათ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ მომდევნო თამაშებში. გასაგებია. გიო, შანსები სამწუხაროდ მათემატიკურია, რომ მეცმა ლიგა ერთში ადგილი შეინარჩუნოს. თქვენ სამივე უნდა მოიგოთ, ოსერმა სამივე წააგოს და თან ბურთების ბალანსი -24-ია ამ მოსაკათში. ამ ხრივ რა ვითარება, რა სიტუაციაა გუნდში?
ხო, არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ეს არ არის თემა, რომელიც მომდენო თამაშისთვის რამე კარგს მოგიტანს. ამ რო ვისაუბრო ჩვენ და ვითვალოთ ეს კარგად არ მგონია რომ აისახოს რა გუნდზე და ამაზე საუბარს გაურბის ყველა და ვცდილობთ რომ მხოლოდ შემდეგ თამაშზე ვიყოთ კონცენტრირებულები, როგორც აქამდე ყოველ მომდენო თამაშზე ვიყავით კონცენტრირებულები. მონაკო, ლორიანი და ნიცა. რა იქნება უშუალოდ გიორგი ქვილითაიას მიზანი დარჩენილ სამ შეხვედრაში? ხო, დაეხმაროს გუნდს, მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი ქულა და თუ ამას მოვახერხებ ჩემი გოლებით, კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნები. გასაგებია, ალბათ ამის კითხვისთვის საუკეთესო დრო არ არის, მაგრამ გიორგი წეტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი. ჩვენები როგორ არიან? კარგად. ორივე ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, რომლებსაც მგონია რომ წინ კიდევ ბევრი რამე აქვთ, იმიტომ რომ მე არ ველოდი თუ ესეთ პროფესიონალები იქნებოდნენ, როგორიც დამხვდნენ და ძალიან მიხარია. ზოგადად ჩვენი ახალი თაობა, ქართული ახალი თაობა განსხვავდება წინა თაობებისგან და უფრო მეტი ვისწავლეთ უფრო სწორად. ის არ მე მგონია რომ ჩვენ თაობას აკლდა პრობლემა იყო ის რომ არ ვიცოდით ბევრი რამე რა და ეხლა ამ თაობამ ბევრი რამე უფრო კარგად იცის და ამას კარგად იყენებენ და მიხარია რომ ეს ბიჭები არიან ესეთები. გეთანხმები, რთულია ეს ყველაფერი გვერდიდანაც შეუმჩნეველი დაგჭეს. გიო, სატრანსფერო ფანჯრის გაღებამდე მართალია ერთი თვეა დარჩენილი, თუმცა მაინც უნდა გკითხო, რას აპირებ, ხომ არ გაქვს უკვე გადაწყვეტილი როგორი იქნება შენი სამომავლო გეგმები? არა, ჯერ მგონია რომ ჯერ ადრეა, მგონია რომ გუნდებსაც ჯერ ბევრს არც დაუწყია ამაზე ფიქრი და მეც არ ვფიქრობ ჯერ ამაზე. კიდევ არის სამი თამაში, ამ სამ თამაშს ჩავამთავრე და მე ნახოთ რა გამოჩნდება, მაგის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას რა და ჯერ სხვათა შორის არ ვჩქარობ, იმიტომ რომ ძალიან ადრეა ჯერ ამისთვის. სატრანსფერო ფანჯარა რო გაიხსნება, ალბათ მაისის ბოლოდან, თან ჯერ სოფლიო იქნება კიდე ბევრი რამე ალბათ უფრო გადაიწევს რა და ამიტომ ჯერ არ ვიცი ნამდვილად. მესმის, გასაგებია. გიო, თემურ ქეცბაიას ქართულ ფეხბურთში დაბრუნებაზეც უნდა გკითხო აუცილებლად. დინამო თბილისს დაუბრუნდა ქეცბა 34 წლის შემდგომ. თქვენ კვიპროსზე მუშაობდით ერთად, ხომ არ შეიძლება თემურ ქეცბაიას ქართულ ფეხბურთში დაბრუნება იყოს შენთვის სტიმულის მომცემი, რომ ასევე დაუბრუნდე ეროვნულ ლიგას საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში? ხო, ვესაუბრე, მივულოცე. ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ თემურ ისეთი ადამიანია, რომ სადაც მიდის, იქ შედეგს დებს ყოველთვის რა. ანორთოს შემთხვევაში ასე იყო, როდესაც ანორთოსიდან მიდიოდა, ყოველთვის გუნდს ცუდი შედეგები ჰქონდა, ბრუნდებოდა და შედეგებს დებდა. მე მჯერა, რომ დინამო თბილისშიც ის არ მოვიდოდა ესე უბრალოდ ყვილად. მგონია, რომ რაღაც მიზანი აქვს, რაღაც მიზანზე შეთანხმდა ხელმძღვანელობასთან და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დადებს იმ შედეგს, რაც დადო ანორთოსში. გიო, აპრილი იყო ძალიან ნაყოფიერი ქართველი ლეგიონერებისთვის. შენ, ბუდუ, კვარა, სხვები, ზურიკოც თუ მამარდას ტრამვას არ ჩავთვლით და პრინციპში ზურიკოს დაზიანებასაც ძალიან ნაყოფიერი გამოვიდა ლეგიონერების თვე, ამაზე რა სიტყვა? ხო, ძალიან მაგარი თვე იყო მართლა ქართველი ფეხბურთელებისთვის რა და ძალიან მიხარია, რომ აი სანაკრებო პაუზაც მოდის და ყველა რო ფორმაშია და მგონია კარგი იქნება ნაკრებისთვისაც საზაფხულო თამაშებს. გიო, კვარაზეც ვთქვათ განცალკევებით, ნახეთ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი PSG ბაიერნი, ნახეთ კვარას დიდებული თამაში, საუცხო ზღაპრული ხარისხი. როგორ ფიქრობ, საბოლოო ჯამში მთლიანობაში ასეთი დომინანტი ბაიერნის გამოთიშვა შესაძლებელია გათამაშებიდან და შეუძლია ეს კვარას და მის გუნდს? ხო, გამოთიშვა. პირველ თამაში გამოთიშვა. რავი, კვარაზე რა შეიძლება ითქვას რა. ძალიან ამაყი ვარ მართლა გვერდიდან როგორც ქართველი და როგორც გულშემატკივარი, როდესაც არა იმიტომ რომ მეგობრობთ, როგორც ქართველი ვარ ამაყი ამ ქვეყანაშიც, საფრანგეთშიც, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი რამე გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას გზა გაუხსნა ქართველებს ევროპაში და პლუს მაგას მგონია რომ მე პირადად ჩემი სუბიექტური აზრით მგონია რომ იმსახურებს წელს ოქროს ბურთსაც კი უბრალოდ და ეს სოფლიო ჩემპიონატი რომ დაემთხვა არ ვიცი რა ეს რამდენად შეუშლის ხელს. გეთანხმები ძალიან დასანანია და ნეტა კენტი წელი იყოს და მართლა არ იყოს მუნდიალის წელი. ფეხბურთს ქართულ გულშემატკივარს ყველას ეს მოსაზრება აერთიანებს. გიო, მადლობა ბოლოსკენ ისევ შენ მომავალს და პოტენციურ ტრანსფერს რო დაუბრუნდეთ. პატარა თამაში მინდა რომ შემოგთავაზო, იმედია უარს არ მეტყვი. რამდენიმე ვარიანტ შემოგთავაზებ და ან სასურველი ან მოსალოდნელი რო ავარჩიოთ. დავიწყოთ. მოკლედ ვარიანტი 1.
რჩები მეცში და ხარ გუნდის ძირითადი მთავარი ფორვარდი და ეხმარები მეცს ლიგა 1-ში ერთ სეზონშივე რომ დაბრუნდეს. ვარიანტი 2. რეკავს ტოპ 5 ლიგის რომელიმე გუნდი და გადადიხრჩები ტოპ 5 ლიგაში, მაგრამ ისეთ გუნდში, რომელიც დიდი ალბათობით ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს მომდევნო სეზონშიც. ვარიანტი 3. რეკავს საუდი პრო ლიგა ისევ, როგორც იყო ზამთარში, გთავაზობს ისევ სოლიდურ ანაზღაურებას და გეძახიან ეს გუნდი კი საუდი პრო ლიგაში წრილი შუა ნაწილშია და საჩემპიონო ამბიციებისთვის საჩემპიონო ამბიციებით არ არის. და ვარიანტი 4. რეკავს ქეცბა და გეუნება რომ ევროტურნირებისთვის საბრძოლველად შემადგენლობის შეკვრაში ჭირდება შენი დახმარება და გეძახის და გიხმობს ელიგაში. რომელს აირჩევდი? როლი არჩევანია, იცი რა არის, ამ ეტაპზე არ ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებაზე. რაც შეეხება საუდის, არც პრიორიტეტი საუდი არ არის ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ხო, პრიორიტეტი ზამთარში რაც გავაკეთე, ის იქნება ზაფხულშიც. თუ რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე დავაგდება, როგორც მე მინდა. აი, ADB ვარიანტში ორივეს განხილვა შეიძლება და აი, ნახოთ ზაფხულამდე ვის თან როგორი საუბარი მექნება. ამის მიხედვით. გიო, მადლობა და წარმატებებს გისურვებთ სეზონის დარჩენილ მონაკვეთში და არა მხოლოდ. მადლობა ძალიან დიდ.